აგიკითხოთ. ვიწყებ წერას. თუ სად, როგორ და რანაირად მოვხვდი კინოში. ბავშვობიდან ვოცნებობდი კინოში გადაღებაზე. ყველა მეუბნებოდა, რომ კინოში ძალზე გამოდგები, რადგან შესახედაობა გაძლევს ხელსო. ეს საქართველოში ძალიან ცნობილი ქალის დღიურია. მათემატიკის ამ უბრალო რვეულში წერა დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყო. ახლა აქ მთელი მისი ცხოვრებაა. მოდით ჩვენთან და ერთად წავიკითხოთ ია ფარულავას დღიური. გოთ მივესალმოთ. საღამომშვიდობისა. გამარჯობა ია და ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. წავიდეთ. ჩემი იქნება და ალბათ ჩვენც კი ფიქრი ამაზე რომ ოდესღაც ამ ყველაფერმა წიგნის სახე მიიღოს, ეს იქნება ნამდვილი ბესტსელერი. კი, თუ შენ ასე ფიქრობ, მაია, ალბათ ეს ასეც იქნება, უბრალოდ არის უკვე ამაზე ფიქრი და ერთი-ორი შემოთავაზება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ია დავწეროთ შენი ბიოგრაფია, მაგრამ არის რაღაც მომენტები, რომელსაც მე ჯერ დაველოდები და მერე, რო დავბერდები მერე. ხო, ჯერ არასოდეს არ დავბერდები, მე ასე მგონია. თუმცა მოდი პირველ დღეს დავუბრუნდეთ. რითიც იწყება დღიური? იწყება იმით, რომ შენ ოცნებობ კინოში გადაღებაზე და ხდება ერთხელ ქუჩაში შემთხვევით ქალი. მართლა ჰოლივუდის ისტორიას გავს ამბავი. ერთი ქალბატონი მოვიდა ჩემთან და ესეთი აქრას აკეთებო მითხრა და მე ძალიან შემეშინდა, იმიტომ რომ შატალოზე ვიყავი სიონის ეკლესიაში და ვაიმე ვიფიქრე ალბათ ახლა დამიჭერენ თქო რაღაც ეგეთი მაშინ დადიოდნენ და ამოწმდნენ ბავშვები ვინ დადიოდნენ სკოლაში რაღაცა კომკავშირი იყო პიონერთა ესე არ არის როგორც ახლა არის რომ პირიქით ყველა ტაძარში დადის და ეს დიდი ბედნიერება და შემეშინდა და მე რო დაინახო რომ შემეშინდა მითხრა ნუ გეშინიაო მეო არაფერს არ გავნებ უბრალოდ მაინტერესებს ვინახარო და მე ვთხარი მე ესე მერვე კლასში ვსწავლობ რაღაცა და ფილმში გადაღება თუ გინდა და გავგიჟდი და როგორ არ მინდა და რაღაცა ეგეთი აი ესე წამოვიდა ეს ყველაფერი. რას წარმოვიდგენდი, სანამ ფილმში ვითამაშებ, რამდენი რამე უნდა გავიარო. ბევრი სურათი გადამიღეს, რეჟისორ შევატყვე უკმაყოფილო იყო, ალბათ როლისთვის არ მოვეწონე. მას შემდეგ 2 თვეა სახლში ვწივარ და ველოდები, როდის დამირეკავენ კინოსტუდიიდან. ის ქალიც არ ჩანს, ვინც იქ მიმიყვანა. ეს ქალბატონი გახლავთ, ცნობილი თეატრისა და კინოს რეჟისორი, ქალბატონი ნანა ხატისკაცი, ის აღარ არის ცოცხალი, ის იყო ჩემი პირველი მასწავლებელი, რომელსაც პირველი ნაბიჯები მასთან ერთად გავიარე აი ამ ჩემს პროფესიაში, რომელსაც მე ჩემი პირველი ქმარი სულ ანძღავდა თავის ჩხუბში ხომე ამბობდა რომ ამ ქალმა დაგღუპა შენც და მეცო. ჩვენ ვინ გვეკითხება? მე გეკითხებით. ისეთია როგორც ყველა. არ მოგწონს? მე მომწონს, მე არავინაც არ მომწონს. სწორი. შენ გოგა მოგწონს. მე გავუმხელ მაყურებელს ერთ საიდუმლოს. ეს დღიური რომელიც მე წამაკითხა იამ იწყება მისი პირველი დღიდან კინოში მაგრამ არ იწყება მისი ბავშვობიდან თუმცა მსმენია რომ იყო ძალიან ახტაჯანა გოგო და ძალიან ცელქი სკოლის პირველი დღე მინდა გთხოვო რომ მომიყვე სკოლის პირველი როგორი ახსოვ ხარ კლასელებს აი როგორი გოგო იყავი ახტაჯანა ნამდვილად ძალიან ცელქი ძალიან მოუსვენარი ვიყავი გარეგნობით როგორი იყავი მაშინ გარეგნობით სხვადასხვა ანუ ესე გამორჩეულად ლამაზი ბავშვი ვიყავი მაგრამ აი მიყვარდა თქვა აი კეტები და წინდები თქვა აი გოგოს ფეხსაცმელები და რაღაცა ეს ფაჩუჩა რაღაცა ბანწიკებიანი ჩუსტები და კეტებით ბიჭურად სულ მუხლები გადატყავებული მქონდა ეგრეთ წოდებული ზილონკებით რაღაცები იმიტომ რომ სულ რაღაცა ესე ფეხბურთს კლასში პოპულარული გოგო იყო ია? არ იყო კლასში. კლასში ყვავდნენ ჩვენ ცისფერთვალება, ქერაცმენი პოპულარული გოგოები და მე უფრო ვიყავი ახტაჯანა ბიჭების ძმაკაცი გოგო, მაგრამ რა მქონდა, იცი, ეს წყობა ეს კიდე ეს ბავშვობიდან სამსახიობო მინიჭი, როდესაც კლასი თქვათ, ხო იყო ხოლმე რომ აი მაგალითად კლასი ხმაურობს, ან მასწავლებელი არ არის, მე მაყოლებდნენ რაღაცა მოთხრობას. იყო ერთი 9 ძმა ლუიზე და მე ხვეწებოდნენ რომ მოყევი და ამას ყვებოდი და თელი კლასი მეჭირა. ალბათ იქიდან მოყოლებული მაქვს, აი როცა საუბრობ, ხალხი მისმენს. კი.
აი ეთყობა რაღაცა ბავშვობიდან მქონდა ეს ხალხთან რაღაცა ბიჭებს მოწონდათ, ია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცისფერთვალება გოგო იყო კლასში. არა, არ მოწონდა, ჩვენ წარმოიდგინე და არა, კარგი ბიჭები ვინც იყვნენ, სიმპათიურები და კარგი შესახედი ბიჭები, იმათ ეს ცისფერთვალებები და მე სულ მომწონდა, აი თქვათ, ვიღაცა თუ იყო სოფლიდან ჩამოსული, თქვათ, ან რაღაცა მაღალი მთიანი რაიონიდან, იყო ერთი ბიჭი ვეფხია, აფციაური ის მომწონდა. იცის ვეფხია? რომ მოგწონდა? ერთი იყო ოქრუაშვილი ის მომწონდა. ანუ რაღაც ისეთი ვინ ოქრუაშვილი? არა, ის არა, კაცოს. აი ესეთი ბიჭები უფრო დაჩაგრული და რაღაც ისეთი საწყალი ბიჭები უფრო მომწონდა, რომ მინდოდა რომ მე თუ ის მომეწონება, ის მერე კარგად იქნება თუ რაღაცა ეგეთი და იყვნენ კარგად მერე შენ რომ მოგწონდა? არა, იმათ არასოდეს არ მომწონდი. მართლა? ანუ ვეფხიას შენ არ მოწონდა? ვეფხია იას მოწონდი ძალიან დიდი ეზეთი. და შანსი გავუშვი. მაგარი. ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი შენს პირველ ქორწინებაზე. პატარა იყავი, როცა ეს ამბავი მოხდა. კი. შეგიძლია მითხრა, ვინ იყო შენი პირველი მეუღლე? ეს ამბავი არასდროს გახსენდება კარგად. მოკლედ, ესე იგი, უკვე პოპულარული ბავშვი ვარ. კინოში გადამიღეს არაერთში. და უკვე ხალხი მცნობს, ახალი ფილმების გარეკანზეც ვარ და რაღაცა ჩავაბარა თეატრალურ ინსტიტუტში, ვარ მიშა თუმანიშვილის სტუდენტი, მივიღე ხუთიანი მისაღებ გამოცდაზე, ეს არის დიდი ბედნიერება, ასე შემდეგ და ყველას მოვწონვარ, აქ ბიჭების რიგი დგას თეატრალურ ინსტიტუტთან და გავიცანი ერთი ბიჭი აკადემიაში სწავლობდა, ის იყო არქიტექტორი რა და ნუ გადამეკიდა, რასაც ქვია, გადამეკიდა, დავყავდი მეგობრებში, ერთ-ერთი უფროსი იყო შენზე? ჩემზე 7 წლით უფროსი იყო. რამას ჩანტლაძე და მახსოვს რომ სტუმრად ვიყავით მის მეგობართან ანრი ბასილაიასთან და გამიკეთა ბეჭედი, საქორწინო ბეჭედი, ესო გეკეთოსო. უი მე მომეწონა ეს საქორწინო ბეჭედი. მე მითხრა შენ ჩემი საცოლე ხარ. მუი რაღაცა ეს. მომწონდა, ანუ კი, მომწონდა, მაგრამ იცით აი უბრალოდ ისე მომწონდა რომ ალბათ მინდოდა რომ უფრო ეხა მაშინ არ იყო ეს ბოიფრენდის ინსტიტუტი თქვათ ხო და ყველა თხოვდებოდა ესეთ ასაკებში. უბრალოდ მინდოდა რომ ცოტა ხანი მის სამყაროში შემსულიყავის აკადემიის სტუდენტი იყო ის მათ ძალიან საინტერესო წრე ყავდათ მეგობრების რაღაცა საინტერესო თემებზე საუბრობდნენ და მე რაღაცა ცოტა გუჩათხრობილი ცოტა მოვარსკვლავო ელემენტი ბავშვი ვიყავი და რაღაცა და მინდოდა რაღაცა ცოტა ხანი და ძალიან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი და უცებ გამომაცხადა რომ შენნა ცოლად გამომყვე და უკვე შემბეჭედი გიკეთია ხალხი რა სიტყვის რაღაცა აი ესე დავიბენი ავიბენი მომწონდა არც დაშორება არ მინდოდა მასთან მაგრამ ცოლად გაყოლა არ მინდოდა და აი რაღაც ისე მე უკვე მოვიდნენ ოჯახში რაღაც სპეციალურად რამდენი წლის იყავი? 17. აიმე. ხო, 18-ის გავხდი და გავთხოვდი, მაგრამ ძალიან უცნაურად გავთხოვდი. ჩვენ არც ქორწილი ქონა, ანუ მას არ მოწონდა ქორწინება, ქორწილი თვითონ. ხელი მოვაწერეთ და გავფრენდი და ხალხმა უჩვენოთ იქეიფა. ანუ ესეც ძალიან ცუდი სიმბოლოა მე თუ მკითხა, ვიცი და რაღაცა ცუდად წავიდა ჩვენი ამბავი. მე აღმოჩნდა ეს ბიჭი ძალიან ეჭვიანი. არ უნდა რომ მე თეატრალურში ვსწავლობდი. ეჭვიანობდა რომ მე იქ ბიჭთან და შეიძლებოდა მეცეკვა. თუ კი რამე ჭუჭროტანა იყო თეატრალურ ინსტიტუტში ყველაფრის ამოქოლილი ქონდა იმები, საღეჭი რეზინებით და პურებით, რომ ამას არ ჩაეხედა, რომ იქ რაღაცა ცეკვის დროს პოლკა იქნება. ანუ მოდიოდა და გითვალთვალებდა. ხო, მითვალთვალებდა. იყო ერთი ცემატყეპა, არც მე ვაკლებდი. ისაც მირტყავდა და მეც უტყავდი, მაგრამ მე აი, ოლატყები ახლა ამ ყველაფერს. აი, მე ძალიან ოლატყები. ანუ შენ გინდა თქვა რა ქმარი გიყავდა? ხო, აი, იყო ეგეთი მომენტი, ერთხელ მახსოვს ვიჩხუბეთ და ძალიან რაღაცაზე ვიჩხუბეთ, აი, ზუსტად იმაზე რომ რაღაც იმ ცეკვაზე ნუდადი, გოგოსთან და იცეკვეოდა. ეხა გვასწავლიან ცეკვას და იქ ხან მაზურკა, ხელი უნდა მოკიდოს ბიჭმა, აი ესე უნდა დამოდოს ხელი. მეტი ხო არაფერი, ეხა კოცნაობაზე და იმ სცენებზე აღარ არის ლაპარაკი და ისა რა ქვია, მოკლედ დათვრა თუ რაღაცა მოუვიდა ამოხერს. ხო და იქ რაღაცა მომიწყო სცენა, გამომეკიდა, მეც იქ რაღაცები დავლეწე, ჩეხური ვაზები ხრუსტალის, რაზეც გაგიჟდნენ იქ ოჯახის წევრები.
და გამომეკიდა აი ამ ვერაზე ცხოვრობდა ერთ ქუჩაზე და ძალიან ისე მოსაკლავალ გამომეკიდა არ მახსოვს დანაეჭირა ხა არ მიჩივლოს ხო და ისა რა ქვია იქით არ უჩივლო ხო შენეგა თქვი და შევარდი ერთ-ერთ იტალიურ ეზოში არ დამავიწყდება აი მართლა ესე სასოწარკვეთილი ვარ და დავაკაკუნე და მიშველეთ გამიღეთ კარები მოთხარი გამიღეთ რა ხდება შვილო რა ხდება და ქმარი მომძეს მეთქი ხო და შენ და შემა ქმარმა გაარკვიეთ შენი ურთიერთო კარი არ გამიღო კარი არ გამიღო და იქ იყო დაკადაკაც ცემატყება და უკვე ძალიან ამომივიდა ყელში იმიტომ რომ ძალიან ცუდად იქცეოდა ეხა მე კი ამას ხუმრო ღიმილით ყვები და რაღაცა მაგრამ ძალიან დიდი სტრესი გადავიტანე იმიტომ რომ მე არ ვიყავი ამის ღირსი კაცმა იცოდა რომ თეატრალურში ვსწავლობდი აქ კიდე ამას დაემატა ერთი მომენტი რომ აი შენ შვილის გაჩენა არ გინდა ну ეს კიდე ცალკე თემა არის რომ მე არ ფეხმძიმდებოდი და ეხა რა მექნა ეს ადამიანი მე როგორც ვიცი იყო წინააღმდეგი რომ გეთამაშა ფესვებში გააჩერე ეს ქუჩა კიდევ შორსაა შორსაა იცით მე მაინც გზა იქით მიდევს ფული არ არის საჭირო მე მათხოვარი არა ვარ მე არ მithქვამს წამიყვანეთ ფულს და ჩემს გამოვარდნ მახსოვს დამირეკა რეჟისორს ასეთმა ირა ბილანიშვილმა რომ ძალიან მაგარი ფილმი იღებაო ძალიან მაგარი როლია აი ზუსტად საშენო როლიაო და გეხვეწებიო უარი არ თქვა მე მთელი ცხოვრება ინანებო ღმერთმა აცხონოს ქალბატონი ირასული და ანუ შენ აპირებდი რომ უარი გეთქვა კი რა თქმა უნდა ანუ ფესვებიდან ქონდა შემოთავაზება და აპირებდი არ გეთქვა რა თქმა უნდა იმიტომ რომ მე ესე ერთ-ერთ გადაღებაზე ჩემი ინგლისელი პაპის გადაღებაზე დამპატიჟა ნანა ჯორჯაძე მთავარი როლი შესასრულებოდა და იქ მოვიდა და იქიდან წამომათრია მართლა? ცემატყებით ასევე. სად იყო პატრული მაშინ? ხო. რა ვიცი. მიგიწვიეს ფესვებში. მიშველა, ხო და მიმიწვიეს ფესვებში და იმის გამო რომ მას არ გაეგო ამის შესახებ, მე ავდექი და ჩუმად გავიპარე გადაღებაზე და ვთხოვე რეჟისორ გუგული მკელაძეს, რომ თუ შეიძლება მეთქი ეს თქვენი გადაღება ღამე იყოს მეთქი, იმიტომ რომ მაშინ მე დედაჩემთან ცხოვრობდი, ეს ხელი დღე ამასთან ერთად იყო, ეს მოდიოდა ჩემთან და ღამე მაინც ხო იქ მიძინა დედაჩემთან და ავდექი და ღამის გადაღება გავაკეთეთ, ის ფილმის სცენარო არის კარებთან რომ დგევართ, ხო და ეს არის ღამეს 12 საათზე გადაღებული და თან გული მისკდებოდა მთაწმინდაზე და ვაიმე მანქანით რომ ჩამოიაროს და დაგმინახოს რომ გადაღებაზე ვარ თან ახლა ამდენი გადამღები ჯგუფის ოლაქში ვიღებდი ისე მეშინოდა და შემდეგ ფილმი რომ გამოვიდა ნახა ეს ფილმი და მორიგი სერია ჯგუფის და ცემატყების იყო კი Elle devrait être là. Attendre. დაველოდოთ. ჟურნალი მაქვს დაახლოებით იმ პერიოდში გამოცემული გაჩვენებთ როგორი იყო ია მაშინ ხო აი ოჰო რა დეპრესია მაქვს ამ ფოტოში ერთი მოცნებობ ვიყო კარგი მსახიობი აი ხომ ეთყობა სახეზე რომ ძალიან ცუდად ვარ მაშინ იმ დროს არც ისე იოლი იყო ასე ჟურნალში მოხვედრა პატარა გოგონასთვის და ფოტოები არის არც მეტი არც ნაკლები რობერტ დენიროსთან ერთად. როგორ და რანაირად? ეს ისეთი ისტორია არის. 97 წელს იყო ამ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალი და მე და ჩემი მეგობარი სალომე მეფურიშვილი გავიპარეთ. მოკლედ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ამ კინოფესტივალზე უნდა ქონდა ბილეთები მოსაწვევი და შევძრეთ იქ ვიდგეთ, მოვდგეთ, ხალხი გავიცნოთ, გვინდოდა ეს ყველაფერი და დენირო იჯდა ჩვენ გვერდზე და უნდა აერჩიეთ ლამაზი ყველა. როგორ ყოფილი დენირო იჯდა ჩვენ გვერდზე და? არა, იქ ბევრი იყო. დენირო იჯდა ჩვენს გვერდზე. არა, ნუ იქ ძალიან ბევრი. იჯდა? აი ეს იქ ფელინი იყო, ჯულიეტა მაზინა იყო, ნასტასია კინსკი იყო, ჟერარ დეპარდიე, ყველანი იყო, ოლივერ სტოუნი იყო. რა სასტავში იყო ია? მაგარ სასტავში იყო. მაგარ ხოდა ეხა უნდა ყოფილიყო ეგეთი რაღაცა ნომერი, აბრჩიოთ ყველაზე ლამაზი ფესტივალის მონაწილე, კონკურსანტი თუ რაღაც ეგეთი და იქ იყვნენ ვიღაც ერთი მსახიობი არის ლიუბოვ პალიშუკი, ცნობილი რუსული მსახიობია, ის რაღაცა რუსულ კოკოშნიკში ეგრეთ წოდებულში რუსულ ცისფერთვალება ქალები ისევ და ესენი უნდა აერჩია და დენირო აიყვანეს სცენაზე და ეხა გამოვიდა ეს კაცი და ამბობს რომ ესენიო მეო მეუბნებიანო ეს
ხელმძღვანელობა რომ ეს ქალი აირჩიეთო და მე არ მომწონსო ეს ქალიო ცოტა იტყობა ჩარტყმულიც იყო იმიტომ რომ ამას არ იტყოდა ჩვეულებრივ რეჟიმში და სინამდვილეში თუ გაინტერესებდა მე ეს გოგო მომწონსო და გამოიშურა ჩემზე ხელი და მე როგორ აი ესე დაბნეული და მეგობრები ადი გოგო სცენაზე ადი რაღაც აბედი და რა ქვია ია საიდან ხარ საქართველოს და აი ია საქართველოსდან არის ყველაზე ლამაზი გოგო და მე იას ვიჩეო და რაღაცები და მე ძალიან ბედნიერი ვიყავი მოკლედ და ამ ყველაფრის მერე აქ არის ეს ინტერვიუ ძალიან ბევრი წელია გასული ნახეთ და ბოლოს რაიმე სანუკვარი ოცნება თუ გაქვთ ეკითხებიან 23 წლის წინ ოცნება მხოლოდ ერთი ვიყო კარგი მსახიობი. შავი ჟაკეტი და იუბკა შემირჩიეს. ინტერნატის ბავშვს გავდი. სცენარიდან ტექსტი ამოვწერე. სახში ზეპირად ვისწავლეთ და ჩემთან ერთად. 12 თებერვალს უნდა მივიდე. უნდა გამსინჯონ, როგორ მიიღებს ეკრანი ჩემს სახეს. ეს შეიძლება ბევრმა არ იცის, იმიტომ რომ როგორც წესი, როცა შენზეა საუბარი, საუბრობენ შენს პირად ცხოვრებაზე, გარეგნობაზე, სხვადასხვა ცნობილ ადამიანთან სასიყვარულო ურთიერთობაზე, მაგრამ ბევრი არ ამბობს, რომ 30-ზე მეტ ფილმში გაქვს ნათამაშები. მიცანი? კარგად გამოიყურები. სულ არ გამოთვლილ ხარ. ისე ვიცხოვრო? გასოსილა რომ გამახანი. მე მაინც ბუნები და სულით ვარ კინომსახიობი და გული მწყდება რომ თქვა და კინოში ვერ შევასრულებ თქვა ისეთი ესეთი დამასამახსოვრებელი როლი და ნუ მარტო სიყვარული ვენახეთ რომ ვიქნები ცნობილი რა ვარია შენს არქივში ვნახე ფოტო ჯულიეტა მაზინასთან და ფედერიკო ფელინისთან ერთად. კი, იყო ეს მომენტი, ეს ადამიანებით ჩვენ გავიცანით ფესტივალზე, კინოფესტივალზე და რაღაც ისე მოხდა რომ გავიცანით და ძალიან თბილი ურთიერთგაცნობა ქონდა და ჩვენთვის ეს იყო აი დაუვიწყარი მომენტები, როდესაც აი ამ ორ ადამიანს, ამ ორ ლეგენდას აი ესე უყურებდი და სულ ცოტა ხანში მე ის მკვენი აღარ იყვნენ და ეს ფოტო დამჭა. მარჩელო მასტროიანი საქართველოში ბრძანდებოდა. როგორ შეხვდით ერთმანეთს? ჩვენ ეს შევხვდით ცნობილი კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის სახლში. და როგორი იყო მარჩელო? მარჩელო იყო მთვრალი. მაგარი მთვრალი იყო. არ მოეწონე? არა, მოვეწონე რა ეხლა იმან უთხრა სერგო ფარაჯანოვმა კოკა იგნატოვიც იქ იყო ბატონი კოკა იგნატოვი და უთხრა რომ კოკა და ეს მარჩელო შეაფასეო ქართული სილამაზეო როგორი მოგწონსო ხო ლამაზი გოგოავ და მე ვერაფერი ვერ უთხარი ისე ვიჯექი მორიდებულად ვიჯექი მაგრამ ჩემი მეგობრობა უფრო დენიროსთან გაგრძელდა ამერიკაში ვთქვათ ვიდრე ვთქვათ ამ ვარსკვლავებთან რომელიც არ გავიცანე თუმცა სანამ ამერიკაში წავალთ შეიძლება ესეც არ იცის მაყურებელმა შეიძლება კი რა ჩემთვის ძალიან დიდი სიურპრიზი იყო ესაც დღიურში წავიკითხე რომ ია ოცნებობდა რომ მონაზონი გამხდარიყო მოიმედე და ხო და იყო სიონის საკათედრო ტაძრის ძალიან აქტიური მრევლი დღეს უწმინდესი ქადაგებდა ვიღაც ორ ძმაზე ძალიან ყურადღებით უსმენდი საინტერესო ქადაგება იყო ლოცვა კურთხევის შემდეგ უწმინდესი მომიახლოვდა მე თავი ჩავხარე თავზე ხელი გადამისვა და მითხრა კარგი გოგო ხარო დავიბენი ხელზეც კი ვერ ვაკოცე მაგრამ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ და რაღაცა ერთი ლოცვის დროს მე როდესაც ლოცულობდი რაღაცა ღმერთ ჩაუთქვი ეგეთი რაღაცა და აი ხანდახან არის ესეთი გამოთქმა იცი რომ გეშინოდეს იმის რას ინატრებ ან რასაც მოისურვებ და აი მე ჩაუთქვი ეგეთი რაღაცა მე მეთქი ღმერთო არასოდეს არ გავთხოვდები და შულს არასოდეს არ გავაჩე მე მინდა შენთან ვიყო მხოლოდ შენთან რაღაცა ესეთი ის იყო და არ ვიცი და აი ეთყობა ეს იყო ისეთ დროს ნათქვამი ისეთი რაღაცა რომ ისეთი კოდი ჩაიდო რომ მე ეს მერე ამომიტივტივდა მაია სხვათა შორის მე კარგი ხანია ეს არ მახსოვდა მაგრამ აი ამ უშვილობის ყბადაღებულ თემასთან დაკავშირებით შეიძლება გითხო მე არ მინდოდა რომ ვთქვათ ამ თემას შევხებოდი ესე მკვეთრად მაგრამ რახან თავად დაიწყე საუბარი ხანდახან ამბობენ ხოლმე რომ მიას ეს საკითხი არ ანაღლებს და მას არ უნდა რომ ყავდეს შვილი როგორც შენი პირველი ქმრის ოჯახი ამბობდა მაგრამ ეს ასე არ არის
მე მგონი. როგორ ფიქრობ ეხა მაია, ეს არის აბსოლუტური სისულე, როგორ შეიძლება ეხა ქალს, რომელსაც აქვს ინსტინქტები და არის ქალი, არ უნდადეს რომ ყავდეს შვილი. მაგრამ მე ამაზე ბევრი ვიშრომე, ბევრი ვიწვალე ფსიქოლოგებთან, ისე, ასე, ექიმებთანაც, რა თქმა უნდა, ჯერ გვეგონა რომ ეს იყო პრობლემა, მერე გვეგონა რომ ის იყო, მე რომ აღმოჩნდა საერთოდ ფიზიოლოგიური არანაირი პრობლემა არ არსებობს. მერე უკვე რაღაცა რეგრესიის თერაპიაში წავედით და წარსულში გამოვიქექე რაღაცები, მაინტერესებს სადღაცა რაღაცა, იმიტომ რომ ეს არის მდგომარეობა, როდესაც ექიმი დიაგნოზს unexplained infertility, აუხსნელი უშვილობა. გესმის, ანუ ყველაფერი მუშაობს გადასარევად, ანუ ჩემი ორგანიზმი მე ვარ დღეს 44 წლის, მაგრამ მუშაობს როგორც 30 წლის ქალი. იქ ყველაფერი რასაც შეეხება იქ კვერცხუჯრედის, ისა, ჰორმონები, ყველაფერი მაგ პატარა გოგოსავით. მაგრამ არასოდეს არ ყოფილა ფეხმძიმება. არასოდეს და სიტყვა აბორტი რა არის, მე არც ვიცი და მე ამ ერთ-ერთი თერაპიის დროს მე გამახსენდა ხო ერთი რაღაცა ჰიპნოტური თერაპიის დრო და იყო მე ვცდილობდი, მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობდი. ერთი პერიოდი გახსოვთ გასუქებულიც ვიყავი და დასიებულიც ეს ჰორმონებს ვავდით შემოკარგო, რომ ის ერთხელ ვცადეთ ეს ხელოვნური განაყოფიერება, ისე რომ არ გამო ორჯერ, ნუ არ გამოდის და ეხლა და აი ამ ერთ-ერთი იმის დროს, ერთ-ერთი თერაპიის დროს ამოტივტივდა აი ეს ჩემს მიერ ჩათქმული სიტყვა. ანუ შენაბობ რომ ამას შეიძლება რაღაც გავლენა მოეხდინა? ამას შეიძლება გავლენა მოეხდინა და დარწმუნებული ვარ რაღაცა კოდი ჩაიდო, ძალიან სერიოზული. ეტყობა ისეთ მომენტში, როდესაც ყველაზე ნაკლებად და აი ეს კოდი, იმიტომ რომ აქ უკვე ყველა შეთანხმდება, რომ აქ არის ფსიქოლოგიური პრობლემა. ეს პრობლემა შენშია? ხო. ანუ აი აქ არის რაღაცა კოდი ჩადებულ, რომელსაც ვერ ხსნით. მაგრამ მე არ გამიმართლა ასევე პარტნიორებში და რატომ? ისეთი მამაკაცი ყოველთვის ყავდა გვერდზე, რომელსაც არასოდეს არ უნდოდა შვილი. მართლა? უცნაურია. ძალიან. და ესეც ეთყობა, მაინც არაცნობიერ ძალიან ძლიერა, მე ისეთებს ვირჩევდი. ხო. გაუაზრებლად, მიხვდი? და ნუ აი ესე და რა ვიცი, ძალიან ძნელი თემა არის, ეხლა პირველად ლაპარაკობ ესე შენთან, იმიტომ რომ შენ რატომაც მე არც ვაპირებდი ამ თემაზე ლაპარაკს, მაია. არა უშავს პირიქით, მოიტანა, მაგრამ ჯერ კიდევ არაფერი არ არის დამთავრებული და ჯერ კიდევ არის რაღაცა შანსი და ბოლო-ბოლო არის შანსი. კი, და ბოლო-ბოლო თუ ეგეთი მამაკაციც არ გამოჩნდება ჩემ ცხოვრებაში, ამას მე თვითონაც რაღაცნაირად გავაკეთებ. ხო? კი. დიდი მადლობა, რომ ეს ყველაფერი გითხარი. პირად ცხოვრებას დაუბრუნდები მაშინ თუ შეიძლება. ქმართან გაშორების შემდეგ რა იყო? ძალიან წარმატებულად გაგრძელდა შენი კარიერა. გიღებდნენ ფილმებში, კვატიჟებდნენ ფესტივალებზე. ხვდებოდი უამრავ ვარსკვლავს, დღეს ლეგენდებად ქცეულ ვარსკვლავებს. კი. გახდი ძალიან ცნობილი, აი ყველა ჟურნალისტ ყდაზე იყო. მაშინ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, არ იყო ასე იოლი ჟურნალისტ ყდაზე მოხვედრა. რაიკომის დივანი ქალები და ვიღაც ესე მოჭადრაკე ჩემპიონები და ესეთი ქალები იხატებოდნენ, მაშინ ეს მაგ მოხვედრა ძალიან ძნელი იყო. მოხდა ისე ჩემო კარგო, რომ ფილმზე მოდიოდა უკვე ერთ ფილმში გადამიღეს, მე მეორეში, მესამეში, მეოთხეში ესე წავიდა, მე იყო რაღაცა კინოფესტივალზე წავედით. ანუ მე უკვე ნელ-ნელა დავიკვიდრებ, ფეხი მოვიკიდე, რაღაცა ამ ჩვენს შოუ ბიზნესი მაშინ არ იყო, კინო ხელოვნებაში და ჩვენ გვიღებდნენ ფილმში, ამერიკულ ქართულ ფილმში, მე ლევან უჩანეიშვილს მაშინ სპირალში თამაშობდა და მე მოვიყვანე ლევანი ამ ფილმში. მადლობა. მე თქვენ მიყვარხართ მარინა. რა თქვით? მე თქვენ მიყვარხართ მარინა. დღეს ნურაფერს მეტყვით. მერე ჩვენ წაგვიყვანეს სიეტლში, თამაშობდით სპექტაკლში და მერე გავიცანი ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც შეუყვარდი, მე შემიყვარდა, მოვეწონე და მომიწია წასვლა რა. ანუ წავედი და წავედი. დაქორწინდით. იქ დავქორწინდით, ხო. ვინ იყო შენი მეორე ქალი? პროფესიით იყო ჟურნალისტი, ძალიან ცნობილი, ერთ-ერთი ცნობილ გამოცემაში წერდა ხელოვნებაზე. თეატრი, მუსიკა, ბალეტი, ასე შემდეგ, ანუ ძალიან
ინტელექტუალი და სხვადასხვა ის წლები, როდესაც ჩვენ ერთად ცხოვრობდით, მე იმდენი უამრავი სპექტაკლი ვნახე, იმდენი უამრავი ადამიანი გავიცანე, მართლა დაუვიწყარი იყო ეს ყველაფერი. როგორი ცოლი იყავი? გადასარევი ცოლი ვიყავი იმ ხრივ რომ ვაკეთებდი ქართულ საჭმელებს, ჩემო ბატონო, ვისწავლე იქ ყველაფერი ქართული, აქ არაფერს გაკეთება არ ვიცოდი. იქ ბადრჯარი ნიგოში, იქისა. ანუ მეგონა რომ მე იგი დროებით ვარ, იმიტომ რომ მე არ მინდოდა ჩემი პროფესიის მიგდება და ეხლა სიეტლში რა უნდა გამეკეთებინა როგორც მსახიობს. არც ეს კაცი გიждდებოდა შვილის თემაზე, გესმის შენა? არა. რატო? არ ვიცი, აი რატოა. ურთიერთობაში როგორ იყავით? ურთიერთობაში ცი კარგი ბიჭი იყო ყველაფერი, მაგრამ მე წამოვიდა ძალიან სერიოზული პრობლემები, აი კულტურული შეხლა-შემოხლა დაგვემართა ძალიან სერიოზული, ისეც თავის თავში დათრგუნული, რაღაც ასკეტი პიროვნება იყო და მთლად მზად არ ყოფილა თურმე რომ ოჯახისთვის, რომ ოჯახი მას უნდოდა მარტოობა, აი რაღაც აი ძალიან ისე წავიდა ეს ყველაფერი, არ აეწყო მოკლედ ჩვენი ურთიერთობა და ამიტომაც ერთი წლის მერე ისევ ავარგდი ისევ ერთი წლის მერე ავბარგდი, ერთი ჩემოდნით, $3,000 და წავედი ლოს-ანჯელესში გადავედი და ვიფიქრე ეს მაინც კინოქალაქია თქო, რაღაცას მოვდგები ფილმებში მაინც გადამიღებენ, ან რაღაცა რეკლამებში მაინც გადამიღებენ, ან რაღაცა და მართლაც გამიმართლა ძალიან. ჩავედი თუ არა, მივედი ერთ რუს აგენტთან, მეუთხარი მე ვარ ია პარულავა. ჩემ ქვეყანაში ვარ ვარსკვლავი მეთქი, აქ არაფერი არა ვარ თქო. ეხლა შენ სააგენტოში უნდა ამიყვანო, იმიტომ რომ მე მჭირდება სამსახური. და მოხდა ისეთი რაღაცა, რომ რაღაცა არის $400 სამსახურიო. წადი ეხლა. წადი ერთი დღე უნდა ტელეფონი უნდა დაიჭირო და ესე ლა ილაპარაკო და ესე რაღაცნაირად თმები გაშლი და უნდა ვითომ ლაპარაკობო. მარტო უნდა გადაგიყო. კი ბატონო, წავედით ბედნიერებისგან, რას ლაპარაკო, $400 მიხდიან. ვერა? დედა! რა ვნახეს? რა იყო? რა ყოფილა და რეკლამა სექსი ტელეფონი. არა, უნდა ესე გაიცინეო, არც უთქვია რაღაცა ენა გამოყავი, ან თვითები დაპრუწე. არაფერი ეგეთი არ იყო და სექსი ტელეფონი. ამას უყურებს ლევან ნუჩანელი. ლოს-ანჯელესში და გადაიღეთ? გადავიღე და ეკრანში გადიოდა ტელევიზია. ხო, რაღაცა ღამის საათებში რა გითხრა? არაფერი, უბრალოდ ლამაზი გოგო ჭირდებოდა და მე და ვიღაცა ქერათბერი გოგო ვიყავით და რა სირცხვილი იყო, მაგრამ ფული მჭირდებოდა, არც ვიცოდი რა იყო. შენო რა გააკეთეო, მთელი საქართველო ამაზე ლაპარაკობს, მე ვთხარ, არც ვიცოდი. მოკლედ ამ ჩემმა კრუგლოვმა, ესე იგი, კაი კაცი, ღმერთმა კარგად ამყოფას, ცუდი საქმე გამიკეთა, მაგრამ ძალიან მაგარი საქმეც გამიკეთა. გადამიღეს, არის ეგეთი ცნება ნაციონალურ რეკლამაში. ესე რეკლამა, რომელიც მთელი ამერიკის მასშტაბით გადის და ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდ ფულს აკეთებ. გავაკეთე, ხო. გადამიხადეს. ვის რეკლამა იყო? ეს იყო ამერიკის ბანკის რეკლამა. იქ ვარ ერთი, მე არც მაგ ეს მასალები დავკარგე, ძალიან ბევრი მასალები მქონდა. იქ ვარ ოფიციანტი, რომელიც ვარ მექსიკელი. იმიტომ რომ არ ვგავდი რა, არც ამერიკელს, არც ქართველი ვისრად შეჭირდებოდა იქ, არც რუსს არ ვგავდი და მექსიკელი ოფიციანტი ვარ, რომელიც გამოვდივარ, რაღაცა წინ ესეთი წინსაფარი მაქვს და ამოვიღებ ბარათს, შევდებ და რაღაცა და უცებ ჩამოივლის რაღაცა მდიდრული მანქანით მაგარი ქალი და ესე შევხედავ შურის და რაღაცა აღფრთოვანების კაი დიდი ეგრეთ წოდებული სეგმენტი იყო რეკლამაში, ხო და დედა გაიხარეს შემდეგი 3 წელი პოსტას ერთი $10,000 $15,000-მდე მიხდიდნენ მოდის პოსტა აი გაჭირვება მაქვს ხო და უცებ გავაღებ პოსტას ჩეკი ვაიმე გაგიჟებული ვიყავ ბედნიერებისაგან და გამაზარმაცა კიდევაც აი ამ იმან რა ქვია ამ რეკლამამ იმიტომ რომ იქ სხვები ჩემი კოლეგები მუშაობდნენ შრომობდნენ ოფიციანტობდნენ იმუშავებდნენ კი არ ვითაკილებდი და რაღაცა მაგრამ არ დამჭირდა მე რჩება შტაბაჭდება რომ ყველა შენ ყოფილ ქმარს საქმროს თუ პარტნიორს რაღაცნაირად ცივად იხსენიებ. აი თითქოს შტაბაჭდება რჩება შეიძლება მეშდება რომ დიდი გრძნობა არც ერთის მიმართ არ გაკავშირებდა.
იყო ადამიანი, რომელთანაც ქონდა ის ერთადერთი და ნამდვილი. მე მქონდა ესეთი ისტორია ჩემ ცხოვრებაში. ალბათ ამის შესახებ მე წლები რო გავისაუბრებ, უფრო გახსნილად, უფრო უკომპლექსოთ ამასთან დაკავშირებით იყო ჩემ ცხოვრებაში ძალიან დიდი სიყვარული, რომელიც აი კომეტასავით ჩამიქროლა, კომეტასავით გაქრა, მაგრამ ალბათ არც გაქრა, იმიტომ რომ ალბათ სადღაც მაინც არსებობს და იყო ძალიან დიდი ვნებათა ღელვა, ძალიან დიდი სიყვარული იყო. და ეს ერთადერთხელ იყო ასეთი დიდი გრძნობა? კი, ერთადერთხელ იყო მარტო. და დანარჩენი ყველაფერი უკვე იყო რაღაც ისეთი, არც ისეთი. ეს იყო ძალიან დიდი სიყვარული, როცა ესეთი სიყვარული გეწევა ადამიანს, ერთმა ჭკვიანმა ქალმა მითხრა, რომ ეს დიდი სიყვარული ყოველთვის გადისო. და მე რჩება მეგობრობა, მე რჩება რაღაცა ყოველდღიურობა. გადის, იმიტომ რომ ნებებს თურმე თავისი რაღაცა ასაკი აქვს ის მერე ქრება და ალბათ ესე აჯობებდა რომ ჩამქრალიყო, ვიდრეც თქვათ ერთად ყოფილიყავ. დავამთავრებ მაშინ პირადი ცხოვრების ამბებსაც, იმიტომ რომ როგორც წესი ბოლო რომანზე მინდა ვისაუბრო, ამაზე იმდენი ითქვა, იმდენი დაიწერა, ფადის გულის, ხო? უკვე თითქოს სათქმელიც აღარაფერია, მაგრამ თქვენ იყავით პროფილში სტუმრად. მაშინ და ყვებოდით თქვენი სიყვარულის ისტორიას. ია, ჩემ ცხოვრებაში ღვთისმშობელმა გამოგზავნა. შემდეგ რაღაც დრო რომ გავიდა, თქვა რომ ეს ყველაფერი მოიგონა, ძალიან შეურაცხყოფილად მოგიხსენია, თქვა რომ ეს ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შენ როგორც კარგი ნივთი ლამაზად გაესაღებინა. ძველი მანქანა? ხო. ხო, შეკეთებული. რა ხდებოდა მაშინ? ან პროფილში რა მოხდა? მაშინ ჩვენ ერთად ვიყავით, კარგად, ანუ როგორ ვიყავით, ჩვენ შორის იყო გაქეთქილება უკვე. იყო დაწყებული ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ფადი ძალიან სერიოზული ტრამები გადაიტანა, რაღაცა ფსიქოლოგიური ამ დაევშალა ხუხულასავით ეს ბიზნესი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მცდელობა იყო ყველანაირად ვეცადე, რომ მისთვის დახმარება გამეწია და ძალიან დიდი როლი შევიტანე მის აი ამ ყველაფერში. ამან ძალიან დიდი დაღი დაასვა ჩვენ ურთიერთობას. მემაბრალებს, რაცო მე შენთანო ურთიერთობა დავიწყე, მე ყველაფერი გამეფუჭდა. მე რა შუაში ვიყავ. ანუ აქ ჩვენთან რომ იყავით უკვე დაძაბული ურთიერთობა. ცოტა დაძაბული, მაგრამ ისეთი დაძაბული არ იყო, არა. და ატყობდი რომ კაცი რომლის გვერდითაც ცხოვრობდი ხალატობდა? არა, არ ხალატობდა. ფადი სწორედ ისა პიროვნება, რომელიც როცა ქალთან არის, იმას არ ღალატობს. აი, როდესაც მას შორდება, მე აკეთებს და მას აი ამ შემთხვევაში მე მას ვუქებ ამ საქციელს. არა ხარ მასზე ნაწყენი? არა ვარ ფადისზე ნაწყენი, იცი? მან როდესაც მანქანა წაიყვანა ჩემი ანუ აი ეს და გადმოვიხედე, ნუ მანქანის თემა, გადმოვიხედე აი და დავინახე რომ მანქანა წაყვანილი და მე მძღოლს დაურეკე. დედას ფიცავარ, ხარხარებდი, ვიცინოდი და მივედი ჩემს უძველეს ხატებთან, რომელიც მამასგან შემოვჭა და ეს აი თავარანგელოზების ორი უძლიერესი ხატია მე-17 საუკუნეზე და მივედი და ძალიან ძლიერი ხატები არის და მადლობას ვეუბნებოდი და ღმერთო, კარგად ამყოფე ეს კაცი, იმიტომ რომ მე მივხვდი რომ ეს კაცი ძალიან ცუდ დღეშია. ხო? კი. რატო? ნუ მივხვდი რომ ძალიან ცუდ დღეში, არ ვიცი, რაღაცა ჭირს ამ კაცს. ერთ-ერთ ჟურნალში წავიკითხე, რომ ია არ არის მარტო. ია როგორ შევა მარტო იყოს? არა. და რომ მის ცხოვრებაში, კი, გეთახმები. და რომ მის ცხოვრებაში ხდება რაღაც საინტერესო. შენ რამდენჯერმე ახსენე, ვნახოთ რა იქნება, ვნახოთ შეიძლება გავხდე კიდეც დედა, ვნახოთ შეიძლება შევქმნა ოჯახი. ამაზე ნაადრევია საუბარი, მე ვიცი, მაგრამ მოდი ამ კითხვაზე შენ მიფიქრე, ჩვენ ცოტა ხნით შევისვენებთ და პასუხი უკვე რეკლამის შემდეგ. გელოდებით. ია პარულავას ღიურს კითხულობ. ია, გაგიმეორებ მაშინ შეკითხვას. ახლა ხდება რამე შენს პირად ცხოვრებაში? ამბობენ რომ ხდება? არაფერი არ ხდება, მე და ეს პიროვნება ეხლა არ მინდა სახელი ლაგვარი თქვა. პირველ რიგში კარგი მეგობრები ვართ, კარგი პარტნიორები და აი ამ ეტაპზე მხოლოდ ეს არის და ამას ვერაფერს ვერ დავამატებ. მე თუ რაღაცა გადაწყვეტილებას მივიღებ, ეს პიროვნება ამას გაგებით მოეკიდება, ის თუ რამე გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდებით, ყველაფერი ღმერთის ნება არის, როგორც იქნება, რანაირად იქნება. კი, ეხლა ჩვენ ვართ პირველ რიგში კარგი მეგობრები და ეხლა მე რომ მარტო არ ვიქნები, გიკვირს მაია? ხო, არა, ნამდვილად არ მიგვარს. მაგრამ მე მარტო სირცხვილიც არის რომ ვიყო. მოდი, ახლა
ჩვენი სტუდიის იმ ნაწილში გადავინაცვლოთ, ცოტა საოჯახო პროფილი მოვაწყოთ. კარგი. იმიტომ რომ იას ძმის შვილები უნდა შემოგვერთდნენ სრული შემადგენლობით. სოფო, სალომე, ქრისტინა და პატარა ტაისია. აღმოჩნდა ისაი, მამიდასთან მოვიდნენ. გამარჯობა, ტაისია. ძალიან მიხარია, გამარჯობა, გამარჯობა, გოგოებო. გამარჯობა. ქრისტინას გოგოებო მაინც თუ შეიძლება ბევრმა არ იცის რომ მამი და ძმის შვილი ხართ ხო? დედა ჩემს ყავდა პირველი მეუღლე და ის იყო იმედაძე და სწორედ ამ პირველი მეუღლისგან ყავს ქრისტინეს მამა. ნიკოლოზ იმედაძე, ნიკოლოზ კოკა იმედაძე და იმისი შვილი არის ქრისტინე. და ქრისტინე რავით ფაქტიურად ჩემი გაზრდილია, ისეთი პატარა იყო რომ და ეხა ტაისიას. ეხა ტაისიას მეტნაკლებად. რას ნიშნავს ფაქტიურად ჩემი გაზრდილი? არა, ნუ პატარა იყო, ძალიან მე 17 წლის ვიყავი ქრისტინე რომ დაიბადა და რაღაცა სულ მამეცადინებდი, ვართობდი, რაღაცას ვაკეთე, რაღაცას კაი რაღაცას ვაკეთებდით ერთად. მე მგონი ეს ყველაფერი მე უნდა მოვყო. ხო, იმიტომ რომ ბავშვობაში ეს დედაჩემის მეგობრები პატარა უიტნის უიტნი ჰიუსტონის ალბომი იყო. მაშინ რომელშიც იყო უიტნის ბავშვების ფოტო და მე მამს გავსებდნენ ამ ბავშვების ფოტოს და მე წარდებოდი. არა მე ია ფარულავას გავიქცე. იაზე ლამაზი მე არ მეგულებოდი დედამიწაზე არავინ. ეხლაც ასეა? ეხლაც ასეა. ისია სულ სხვანაირი იყო, რომელსაც ეხა მე გიყვები. თან ვამსგავსებდი ჩემ თავს, რომ მქონდა გრძელი ხვეული თმები, იასაც მქონდა ძალიან ლამაზი გრძელი ხვეული თმები და რატომღაც გადავიდა ამ. ვარცავით გამცვიდა, ქალო, გამცვიდა. კარგი რას ამბობია. იასთან ერთად ყოფნა ჩემთვის იყო აი ზეიმი. შაბათ-კვირას მე მივიდოდი ბებიასთან, სადაც ია ყოველთვის ჩემთვის ძალიან დიდ დროს თმობდა. ეს იყო დავდედით სპექტაკლებზე თუ ზოოპარკში, ცირკში, ნუ მოკეთ მიწყობდა ნამდვილ ზემს და სახლშიც როცა ვიყავით, არ ეზარებოდა. გავდით სპექტაკლებს, არ ვიცი რაღაც კოსტიუმები მქონდა, სახლში პრინცესას კაბებს მაცმევდა, ბოშური კაბები მქონდა, ვარდებიანი დღემდე იმ კაბას მივდივი, იმიტომ რომ იყო ულამაზესი. მაგ წარმოდგენებს მართავდით, ვარცხნილობებს მიკეთებდა, რასაც სახლში მიგზავნდნენ ქუსლებზე მაცმევდა თავის ფეხსაცმელებს, მიკეთებდა მაკიაჟს, პომადას ვისვენ. მოკეთ ეს იყო ჩემთვის რაღაც ჯადოსნური დღეები. დღეს ვხვდები მე რას აკეთებდა ის ჩემთან ბავშვობაში, იმიტომ რომ დღეს ვხედავ ტაისიასთან როგორ თამაშობს. იქექება სულ მის შინა რაღაც შიგნით სამყაროში ეს თვითონ რაც ადგება რაღაცეებში მე და შე რას ვაკეთებ ტაისია რას ვაკეთებ რა გამოდი ხარ ბებია ხარ ბებია ვარ აბა რა თან ტაისიას ნათლია იმის გამო რომ იას არ ყავს შვილი ტაისიას ბევრი ნათლია ყავს მაგრამ ია არის განსაკუთრებული იმიტომ რომ ყველაზე მეტ ყურადღებაზე დროს უთმობს ტაისიას სახში გამოჩი. გოგოებს გითხავ ახლა. საზოგადოება თან არ გიცნობთ. ქრისტინა ახლა პოპულარული ქალია. მე არც ვიცოდი, ია ესეთი სახელოვანი მეოჯახე მამი და თუ იყო. თქვენს მიმართაც ესეთი იყო გოგოებო, ეს ერთად თამაშობდით რაღაცა. არა, ჩვენ დროს ია ამერიკაში იყო წასული. ესენი პატარები. და ჩვენ პატარები ვართ, ხო? მაგრამ როცა დრო აქვს რაცა ისა ყოველთვის ერთად ვარ და ერთად ვატარებ. ასე ჩამოვდიოდი ხომ მე მაქსიმუმ სურპრიზები. ბავშვები ელოდებოდნენ ჩემ ჩამოსვლას, ნუ ეხა იქ. ვინ ახართ ერთმანეთის? კარგად დაგვაყვალია. დედი არიან ესენი ფარულავები არიან. ანუ ესენი არიან ჩემი ღვიძლი ძმის, დათოს შვილები და ნახევარი ძმა არის კოკა. და ესენი პატარები იყვნენ და ამიტომ მე ამათმა ის რაც მე თქვა ქრისტინესთან ან ტაისიასთან გავდივარ, ამათთან ეს პერიოდი მე დავკარგე. ეს არ არის დისკომფორტი, სადმე ერთად რო ხართ და ყველა იას რო უყურებს. არა, პირიქით ასიამოვნოა და ძალიან მიხარია ცნობილი მამიდან რომ ყავს. მაგრამ მაინც არის ერთი ქალბატონი, რომელიც გიცნობს ზუსტად ისეთს
როგორიც ხარ სინამდვილეში. რომელმაც იცის ისეთია, ჩვენ რომ ვერასოდეს ვერ ვნახავთ. ეს არის ქალი, რომელსაც ჩემი აზრით ძალიან გავს გარეგნულად. ეს დედა და ჩვენ ის უნდა გავიცნოთ. ვირაში ერთხელ ხედავს ია, ნუ ლაპარაკობთ ტელეფონით ურთიერთობ, მაგრამ სულ ფიქრობს ჩემზე. ძალიან თბილი გოგოა. ღმერთმა ყველას მიცეს იასნერი შვილი. ორი შვილი უკვე მყავდა მე. ხო და ნუ ეხა ჯანაშიაზე ვცხოვრობდი ერთ პატარა ოთახში. ორსულდი და რა თქმა უნდა წავეყვანე მოსაცილებლად. ხო და ვნახე სიზმარს. დედაო, ნუ მომკლაო რა. მეცი რა კაი გოგო ვიქნებიო. დედა ჩემი ხო თავს იკლავდა რა დროს შვილია გაჭირებაში ხარ. რა თქი და ბინას მიიღებ და მე მესამე თუ გინდა მე დაბადე. მოკლედ, ნუ ეს სიზმარმა მოკლედ იმაგრა იმუშავა. ტიში ჩემრჩა ეს ბავშვის ლაპარაკი და ის რა ქვია, ნუ წამიყვანეს იქ ახლობლებმა ყველამ სააბორტოც და გამოვიპარე. ხოდა ბოლოს ასეთნაირად დაბადე იახ. აფილად გავაჩინე, აგვირმი გასაზრდელი, თავისით აკეთებდა ყველაფერს, თავისით. სანამ ბაღში მივიდოდა, წერა-კითხვა ისწავლა თვითონ, თავისით. ნუ მართლაც რომ ნიჭიერი და დამოუკიდებელი იყო. აი როგორც მითხრა სიზმარში რომ არ შეგაწუხებოდა, ვიქნები დამოუკიდებელი, მართლა ბოლომდე ეგრე დღესაც ასია. ესე იგი მე ია რო არ მყოლდა დღევანდელი ცხოვრება როგორია ხო ხედავთ? არის ჩემი მარჩინალი. იას ყავს ძალიან ბევრი ცნობილი მეგობარი. მაგრამ მე როგორც ვიცი არის ორი ქალბატონი. შენი ძალიან ახლობელი. რომლებსაც ასე ფართო საზოგადოება არ იცნობს. მათ სახეზე ვერავინ ვერ ცნობს, მაგრამ ამ ორ ადამიანთან შენ ხარ ნამდვილია. ვინ არიან ისინი? ჩემი ბავშვობის მეგობრები ინგა გაბაშვილი და მარინა ლობჟანიძე. დღიურს აკითხებდი ხოლმე? არ მახსოვს, შეიძლება რაღაცას ვაკითხებდი, მაგრამ ყველაფერს ვერა. ახლა წაიკითხავენ ინგა და მარინა. საღამომშვიდობისა გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხდეთ. მე როცა იას შევთავაზე რომ ძალიან კარგი იქნებოდა რომ შენი მეგობრები მოსულიყვნენ, ხო? რატოღაც მეგონა რომ დამისახელებდა ცნობილ ადამიანებს, ვისთანაც ძალიან ისეთი ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებს, როგორც ეს ჩანს ხოლმე ეკრანიდან, ჟურნალის გარეკანებიდან და ასე შემდეგ. მთელი ბავშვობა გატარებული მაქვს ინგასთან სახლში სამზარეულოში ჩვენ ვიჯექით და მე როგორც კარგი მკითხველი კითხულობდით ნოსოვის იმას მხიარულ ოჯახს. და კოლეს ინიცირის დღიურებს და ვიყავით ერთთან ბავშვი და წიწილებს ჩეკავდით ინკუბატორში და ჩვენ რაღაცა პირველი დადგმაც გავაკეთეთ, ხო ინგა ერთად? გავაკეთეთ დადგმა, ამას თავიდანვე ჩადებული ქონდა, ხა რა თქმა უნდა, ეს კონფერენციის ნიჭი მოკლედ გამოდიოდა, ყოველთვის რაღაც მიკროფონს მოძებნიდით ხოლმე. ია იყო, რა თქმა უნდა, წამყვანი. თამაშობდით მასწავლებლობანას, ია ყოველთვის მასწავლებელი იყო და მოსწავლები ყავ, ხო. ნუ ერთი-ორჯერ მომიწია მეც, მაგრამ ნუ ისე რა თქმა უნდა, ისე წარმატებულად ვერ და დავჯექი ისევ ჩემ ადგილზე და ისევ ჩავაბარე იას ეს ასპარეზი თავი. რთული არ არის ცნობილი ქალის მეგობრობა, ნამდვილ მეგობრობას გულისხმობ. როცა მას ბუნებრივი არის ხალხი, ვინც აქებს და ვისაც ძალიან უყვარს, მაგრამ როცა მას ლანძღავენ, მასზე ჭორაობენ, მასზე ამბობენ ცუცს და შენ ეს გესმის. ბევრი ამას ვერ უძლებს. როცა ნამდვილი მეგობრობაა, იცით იმაზე აი ესეთი გარეკარები ვერაფერს ვერ ავნებს. ვინც კი გაიცნობდა გოგოების ბიჭებს ყველას უყვარდებოდა და ყველას უნდოდა მასთან ურთიერთობა, თამაში. ხო და მე ხო პროთ არ ვასახელებ, იცით ჩვენ ერთი ძალიან კარგი მეგობარი, ნუ შინაგან გზნობდით რომ ია მოწოს, მაგრამ არაფრით არ ტყდებოდა და მე და იო სულ ლაპარაკობთ მოწოს ნამდვილად და ერთხელ ჩემთან არიან სტუმრად, ჩვენ მეგობარ ბიჭს დაკრული ქონდა ლეიკოპლასტერი და ვიცოდით რომ გაჭრილი აქვს ხელი. და ეს იყო თვეები და ვკითხავთ, ნუ ბოლო-ბოლო რანაირად შეიძლება რომ არ მოგირჩა ეს. მოდი რა ნახოთ და რაღაცა თქვა ძალიან ესეთი გულსფრელობის ჟამი წუთი დაუდგა და მოიხსნა და იქ ნაძვის წიწვებით ესე ყოველდღე აახლებდა ეწერა ია. მართლა? კი. აი ესე, ხო, აი ეს იყო დაახლოებით წარმოიდგინეთ იმ დროინდელი პირსინგი იმდანაც უყვარდა ია მაშინ.
ძალიან დიდი მადლობა ამ ისტორიისთვის. ცოტა გლამურულ თემაზე გადავალ თუ შეიძლება. იას კარიერის ერთ-ერთი ასპექტი არის მისი რაღაცა საოცარი გარეგნობა, რომელზეც წლებია უკვე ყველა ლაპარაკობს. ეს არის მუდმივი განხილვის საგანი სხვადასხვა ჟურნალებში. აქ თუ არ ამას გაკეთებული პლასტიკური ოპერაცია, თუ აქვს გაკეთებული რომელი და საერთოდ როგორ ხდება რომ წლები გადის და შენ ეს არ გეტყობა. არა, მე ბოტოქსის მოყვარული ვარ და ამას არ ვსმალავ. სიამოვნებით გადავიჭირებ სახეს თუ ეს დამჭირდა. კარები! ნინა გამარჯობა. ეს ნაოჭები მიხლის ხელს ესე რომ ჭმუხნი ის ცხვირს ნერვები მეშლება და რა მეუშოვებ. ანუ ეგრეთ წოდებულ ბოტოქსს ვიკეთებ ცხვირზე. უბრალოდ რომ გააშეჯოს ეს ნაოჭები. პირველ რიგში ვაკეთებ იმას, ჩემო კარგო, რომ სტრესი არ ვიკარებ სტრესს, ვიკეთებ მასაჟებს, ვარ სალონის ხშირი სტუმარი, ასე შემდეგ და ასე და ამბოლო დროს სუმთლად გამიმართლა, იმიტომ რომ აი ეს დასტრესილი რეჟიმის შემდეგ გამომიჩნდა ძალიან მაგარი სამსახური. მე ვარ ცნობილი ესპანური ფირმის ჟერმენ დე კაპუჩინის ბრენდ ამბასადორი, რაც ნიშნავს იმას, რომ მე ვარ ყოველდღე ფუფუნებზე ანუ შენ ხარ ამ ბრენდის სახე, ხო? სახე ამბასადორი ვარ, რომელიც გაიხსნა სილამაზის ცენტრ VIP ცენტრ ნატალიაში და მე ვარ ამ ბრენდის სახე და ეს იმას ნიშნავს, რომ მე მაქვს ეხა უკვე 24 საათიანი ფუფუნება. ძალიან მაგარია. ეხლა ჩვენ შევაგებთ კარს ფუფუნებისა და სიმშვიდის სამყაროში. გამარჯობა. რა მასაჟი მეკუთვნის დღეს? ჟარების მასაჟი. ეხლა გავიცნოთ ქალი, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ მე აი ასე გამოიყურებოდეს. ნატალი. გამარჯობა. გამარჯობა. ალეც რობინის სახელის ქალი. რატომ გადაწყვიტეთ, რომ ია უნდა გამხდარიყო ამ ბრენდის სახე? ასოცირება იასთან ეს არის მოვლილი ქალის, ხო? ყველა ის აბსოლუტურად დეტალი, რაც ამ საქმეს ჭირდებოდა, იმიტომ რომ ჩვენ ვხსნიდით სპა ცენტრს, რომელიც სახელიც ეს არის ნატალი დეის სპა ჟერმენ დე კაპუჩინი, ეს არის ძალიან მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე მასაჟის შესახებ, რაც მას უყვარს ძალიან თავის მოვლა, ეს არის აუცილებელი რა ქალბატონისთვის და ეს ასოცირდებოდა მასთან. ერთ-ერთი ჩემი ანტიდეპრესანტი, რაც არ უნდა ცოტ ხასიათზე ვიყო და სალონის შემდეგ რაღაც ძალიან კაი ხასიათზე ვდგები. აი თმას რომ დავივარცხნი, რაც არ უნდა ცოტ ხასიათზე ვიყო, რაც არ უნდა აწეწილი მქონდეს ნერვები. აი თმას რომ ჩამომარცხნის ნინელი, ხო, აი ეს რომ ჩამომარცხდა რომ გამისწორდება, ნერვებიც სწორდება. ძალიან მაგარია რა. ძალიან. აი ეხლა კი საბოლოოდ კარგ ხასიათზე დავდებ. აკადემიაში მიყვარს სიარული ძალიან ნანასთან იქ დავდივარ თმების შესახება და რატო? იმიტომ კი არა რომ თქვა სხვაგან ვერ ღებავენ კარგად, იმიტომ რომ იქ არიან სტუდენტები, რომ ხედავენ ესეთი ვარსკვლავი ქალი, მივდივარ, იმათთვის არის ძალიან დიდი სტიმული და მე უთხარი ნატალის მითხარი, მე აქ ვივლი თმის შესახებობად. გამარჯობა ბავშვებო, სვეტა მოვედი თქვენი საექსპერიმენტო კურდღელი. დღეს ვინ მღებავს? შენ
მოდით ნახეთ რა ფერს მიკეთებს კაცო ისწავლეთ თქვენთან უნდა დავიარო მესულ შეღებაზე ესე იგი ესე. უკანა აშრობს ჩვეულებრივად, წინა მიშრობს ჩოლოჩკას, აქედან მიშრობენ ორ ცალს და წავედი. მაგარია, ესე. და რა ფერია, მეგობრებო, არა. ნახე რა ფერი დააყენეთ. დიდი მადლობა აკადემიას. ვასნით. ჩვენ გვაქვს სიურპრიზი. თეატრალურ ინსტიტუტში არის ერთი კურსი, სადაც ყველა ვარსკვლავია. მე ჩამოვთვლი და მე მგონი ყველას მხურვალე აპლოდისმენტებით უნდა შევეგებოთ. დიმა ტატიშვილი, ბესო ბარათაშვილი, ეკა კახიანი, ნინა კაგელაშვილი, ხათუნა ბოყუჩავა და დიახარულავა. გამარჯობა. ბავშვებო. დიახმარს. როგორ მოხდით ესე ყველა ვარსკვლავი ერთად? ჩემ ამბავს მოვყვები, ესე იგი მე ვსწავლობდი პირველი ორი კურსი. ბატონ გიგა ლორთქიფანიძესთან მართლა ძალიან ვარსკვლავური ჯგუფი. ეხლა ყველა ძალიან ცნობილი მსახიობია და ძალიან კარგი ჯგუფი მყავდა. და მეორე კურსზე გავთხოვდი და შვილი უნდა გამეჩინა, ამიტომ გადავწყვიტე რომ ამეღო აკადემიური ერთი წელი დამესვენა და თან კიდე ვიცოდი რომ ჩემი უკან ჯგუფი მოდიოდა თუმანიშვილის და ნუ თუმანიშვილთან მოხვედრა და თუ მიგიღებდა ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი ბედნიერება იყო და ბატონმა მიშა მივიღებო. ეხლა რა ხდება? აქ სწავლობდა 5 გოგო. 5 გოგო. და ერთი ადგილი განთავისუფლდა და მოხდა ისე რომ იმანაც აკადემიური აიღო. იმანაც აკადემიურიც აიღო, მაგრამ მომაყოლეთ, მოიცადე. ფლადმასი არ იყო. არ დაკონკრეტი. ცნობილი მსახიობია უკაცრავად. არ არის, მე მგონი. არც ვიცი ვინ არის. მოკლედ იყო ესეთი მითხრეს რომ ცოტა საშიშია მაგ ჯგუფში შესვლა. იმიტომ რომ ძალიან საშიში გოგოების სწავლობენ. 4 საშიში გოგოაო და ერთი გოგო რომელიღაცა თვალში არ მოუვიდათო და ეს გოგო ცოტა გრძელი თმები ქონიაო. თმები თეთრი ესო და გაიყო. არა, ნუ ასეთი თმები დადიოდა. რატო დადიოდა? ორი თავი გაბიანდა. ლომების ჯგუფში თუ შეხვალოდ მეხუთე ლომათო და ერისიოდა. მე ვთქვი რომ მე არ მეშინი ამამ. ეხლა მივხვდი այդ რაღაცას. მოკლედ მოვემზადე შინაგანად, გავმაგრდი და შევედი, ზუსტად მახსოვს მეორე სართულზე სრულიად იდიოტური პარტისტორიის ლექცია ტარდება. და რო შევაღე და ხო იცი რაღაცა ისა კრისი რო შედის ცოტა იარაღი და ჯაყები და წარბი აწეული ვიფიქრე რომ აქ რამე არ მოხდეს და ესე ხო იცი სიჩუმე და გადმოვხედეს ალბათ მაგრამ იქვე ვიგძენი რომ რაღაცა კარგი განწყობით მიმიღეს გოგოება რომ რაღაცა ისეთ საშიშროება არ მელოდა და დავჯექი და ზივარ ხა სიჩუმე და ეს კაცი რაღაცა საშინელებებს ყვება პარტიული რაღაცა ისტორია ლენინის ისა მარქსი ენგელსი სისულელი და ამ სიჩუმეში უცებ მესმის ესეთი ვამპირული ჩემში და უცებ გავიხედე და ეკაჭხე და მეც ჩაუ აკავარ მე აყვა ნინაკა გოგოები და ამ კაც ნუ ვეღარ გააგზელა საწყალი რაღაცა ჩაიშალა თითი რო დაგენახა მაგაზინში როგორ ახარ არა ჯგუფა მიმიღო რა თქმა უნდა ჩვენ დავმეგობრდი და დღესაც ძალიან მეგობრობ და არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაგრამ გადარჩენილი ვარ ვინ როგორი იყო მაშინ წლების წინ აი ნინაკა როგორი იყო დიმა ნინაკა იყო როგორც
ვარდის გაუშლელი კოკორი. გაუშლელი რატო? ჯერერთი პატარა ვიყავი იმიტომ პატარა იყო არ ამბობ. და მე როგორც უნდერკინდი 5 წლის შემოყვანე სკოლას შესაბამისად, 16-ის შესრულდი და მაშინვე ჩავაბარე. მაგრამ მე გაიშალა. არა, ეს ჯგუფი გამორჩეული ყო ამით, იმიტომ რომ ძალიან აქტიური გოგოები იყვნენ. ძალიან აქტიური. აი ახლა იაზე წეღან რომ არა, მაგრამ ძალიან საყვარლების ჩუმად თავის ისინი და ძირითადად ურევდნენ გოგოებს. აი ახლა იას ყველა ისმობს. როგორ წეღანი მაგითო ვთქვი რომ მომწონდა კი არა ძალიან მომწონდა, მაგრამ ჩავაბარეთ და მე პირველი თვე სექტემბერში და გათხოვდა ეგრევე მალევე. ესე იგი, ნუ აი დავდიოდი დაბოღმელი და არა, მე ისიც ბიჭი არ ყოფილა, ია რო არ ყარებოდა. რა გითხარი ადრე არ გათხოვდა მეთქი, არა? ჩვენ ახლა ყველა ვიცნობთ იას, ნუ არის ასეთი, ნუ ყველა კარგად იცით როგორია, მე დახასიათებას არ დავიწყებ, მაგრამ ეხლა რო უყურებ იას, ნუ ეს არის რაღაც ისეთი რა, უკვე აი შემდგარი ადამიანი თავისი ბუნებით, თავის სამყაროთი, მაშინ იყო ველური. ანუ აი ველური გოგო იყო, აი სინდისგებიცებით აი ცეცხლებით ცვიოდა თვალებიდან, ისეთი გოგო იყო, ისეთი კაი გოგო იყო. არა, ვისი მეუღლე, რატომ უნდა ეჭვიანოს? არა, არ ეჭვიანოს. სიმართლეზე არ ეჭვიანო. ეხლა არის ქალი, ნუ ქალი, ლამაზი ქალი, რომელსაც ნუ ავიცი 10-დან 9 კაცი, თქვათ, იტყოდა რომ 20-ს იტყოდა რომ 10-დან 5. მაშინ 10-დან 9 10 იტყოდა. 10-დან 10 იტყოდა, 10-დან 9. არა, მაშინ იყო აი ველური გოგო იყო აი და მიშა ჩვენი პედაგოგი ბატონი მიშა მე ეხლა ხვდები, ნუ ეხლა თათ არა, კაი ხნის იმის მაგას. რატომ მოწონდა ასე ძალიან? იმიტომ რომ აი ეს რაღაცა თვითნაბადი ესეთი იყო რა, აი თავისი იყო, ორიგინალი იყო, არავისგან არაფერი არ ქონა აღებული, აი ეგეთი იყო. და იყო ძალიან მომხიბლელი და აი ზვირიოქ იყო რა, აი გარეგნულათაც ესეთი ხეცნაირი. ხო, აი. ეკა როგორი იყო? რა ჩამოვიდი ჯარიდან, მივითხეს რომ ერთი გოგო მივიდაო ჯგუფშიო და და მახსოვს იყო ასეთი სპექტაკლი დათვი გულიკო დადგა თვალშები ბუთხუზმა. ხო და აი მე მივედი, ჩამოსული ვარ 2 წელი ვიყავი სამშობლოს სადარაჯოზე ჯანდაბაში და ჩამოვედი მოკლედ ინსტიტუტში მიხარია ძალიან მიხარია და ნახე ეს სპექტაკლი და ეს სპექტაკლი რომ ნახე აი დამატყვევა ამ გოგომ ძალიან მომეწონა აი ეს გოგოც მოგეწონათ საერთოდ გოგოები უფრო მომწონს ეს ძალიან უფრო მერე გოგოები უფრო ხო და ეკა იყო იქ აი მე ვერანაირად ვერ ვიტყოდი რომ ეს არის სტუდენტი და ეს არ არის მსახიობი რომელიც არ არის ოსტატი ანუ ჯერ აი ნამდვილად ისეთი კარგი იყო ეს სპექტაკლი საერთოდ კარგი სპექტაკლი იყო ძალიან ნინაკა იყო გაუშლელი ვარდის კოკორი ხო ნინაკა ძალიან კარგი გოგო იყო და ეხლა არის კარგი ხალი აი მაშინ ეტყობოდა რომ ეს არის ხალი რომელიც უნდა ყავდეს სახლში და რომელსაც უნდა ეფეროდა რომელსაც პატივი უნდასდა და ყველაფერი უნდა შეუსრულო იმიტომ რომ ძალიან კარგი გოგო იყო თან პატარა იყო ცოტათი ჩვენზე და ეს ბავშვობა მოყვებოდა და ბავშვობა ნუ მოყვებოდა ძალიან მომხიბლულად თან კარგად ხათუნას მოგწონდათ ხათუნა ეხლაც მომწონს ჩვენ ცოტა უხერხულად ხო არ მოვიქეცით ერთად რო დაგვსვით რატო იმიტომ რომ ყოფილი ცოლქვარი ხარ მე რა მოხდა ეს სწავლის დროს კი როგორც შემოვიდა პირველივე დღეს შენ გახდები ჩემი ცოლი მითხრა მე და ბიჭი ძალიან ბედნიერები ვიყავით ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი დღესდღეობით მეგობრობთ გვიყვარს ერთმანეთი და რა ვიცი მტრები არა ვართ და მე ცუდი არ მახსოვს და არ ვიცი ხა ამას ახსოვს თუ არა და მისი ნაჩქარი ბეჭე დღემდე მიკეცია დანალაც კარგი მე რომ ეხლა ხოლმე ძალიან ძალიან და რაღაცა დრო მოგცეთ. შეგიძლიათ გაიხსენოთ აი რაღაცა მაშინდელი ან ეწიუდი ან პატარა ნაწყვეტი ნაკუწი სპექტაკლიდან ან რამე ან ეხლა უცებ რო გაითამაშოთ. თუნდაც აი 20 ფიქრეთ რა 30 წამიანი. ამ სპექტაკლში მე და სულიკოს მაშიკო ჯერ დაიხოცე მე რეკორწინაში. ანუ ეს იყო თქვენი სადიპლომო სპექტაკლი. ჩვენი საკურსო იყო და ბატონმა მიშა მოიწრია თავის კინომსახიობი და თეატრიდან ორი მსახიობი რომ გვაყდა მსახიობები და როინიშვილი იყო სულიკო ანუ ჩემი შეყვარებული ის არა სერგო სერგო სულიკო ანუ ია იყო მაშიკო მე ვიყავი მაშიკო და ეს იყო სერგოა ხო და ეხა იმის გამო რომ სცენა მაქვს რომ ჩვენ უნდა ვიკოცნაოთ რა და ჩემი ქმარი ჭუჭრუტანი და რო იყურება ამიტომ ჩამოვაფარე დიდი ხალიჩა რას გავფინე თოკი ჩამოვაფარე ხალიჩა და ხალიჩის წინ დავჯექი და იმ კოცნავთ რომ იმან არ დაინახოს აჰა გასაგებია ეს ხალიჩა ისე პოლისებში იყო ხო ორგანულად
ეს ხალიჩა ისე არა, ეს ჯერ კიდევ რეპეტიტორი ისე ორგანულად შეერწყა სპექტაკლს და ისეთი კარგი მიზანსცენები მოვიდა ამ ხალიჩის გარშემო, რომ არამსუ ჩვენ დავტოვეთ სადიპლომოში, არამედ უკვე კინომსახიობ თეატრში, როდესაც გაიმეორეს ეს სპექტაკლი, იქაც წაიღეს ეს ხალიჩის თემა. ახლა ხალიჩა აქ არ გვაქვს და ჭუჭრუტარიდან გვიყურებს მინიმუმ 3 მილიონი. ცოტა ხნით შეგიძლიათ თქვენი საკურსო სპექტაკლი რომ გააცოცხლოთ? დახე ამასა? დახე! მეგონა, კერათან წავიდა მეთქი. ეს უკიდე ვის ეზომალება აქა. ეგ არის. გელოდები დეკორში. ძალიან ლამაზი. კიდევ უფრო მეტად სექსუალური და მის რომანებზე აქ თბილისში ჯერ არ ჭორაობენ. იქ მის სამშობლოში კი იმდანად პოპულარულია, რომ მისი კერდის ზომაც კი ნებისმიერმა მისმა ფანმა იცის. ცხადია მხოლოდ ყვითელი პრესიდან. და ერთ მშვენიერ დღეს ის ადგა, ვარგი ჩაალაგა, საქართველოში ჩამოვიდა და უკან აღარ დაბრუნდა. Гавт мивесамот. Ивана Мелай. Добрый вечер. Огромное спасибо, что вы согласились принимать участие. Спасибо, Пойдем, вас нервничаем. Пойдемте. Ивана, у вас очень интересная история. Вы живете в Грузию. Да. Это случилось под Новый год, когда вы первый раз приехали в нашу страну. На Рождество, если быть точнее. На Рождество, да. И потом решили здесь остаться. Да. Всех интересует, почему? У вас на Украине, я скажу, что очень успешная карьера певицы. Мой первый визит был на Рождество. Наверное, это уже какой-то знак судьбы. Впервые за 24 года праздновать Рождество не в кругу семьи в Карпатских горах, а в Кавказских, в Сванетии, в Месте. После вот этого визита вы решили обосноваться в нашей стране. Да. Почему? Это же очень трудно. Другая страна, другие традиции. У вас там очень успешная карьера, да. Ну, вы сейчас говорите, как моя подруга, как все мои друзья в Украине. Ну, это же логично. Ты что, с ума сошла? Куда ты? В Грузию? Тут же у тебя все двери открыты, зеленый свет. Возможно, это крик души или зов души. Потому что мне не хватало чего-то в последнее время в Киеве. А вот конкретно слово не подобрать к этому чувству. Вот есть чувство, когда ты не заполненный внутри. И вот чего-то не хватает. Но что это конкретно, я не понимала. Я это поняла, когда я посетила Тбилиси. Потому что у всех старинных городов есть дух. Я приехала, я была в шоке. Такой порядок, так красиво, все так ухожено, такие люди улыбаются. Я могу пройти вот так вот по улице, сказать «Гамарджоба» и улыбнуться. И мне грузинскому вы уже научились? Чуть-чуть. Чуть-чуть. Кесмит картулет раме? Нет, этого я не поняла. Если я спросила, вы понимаете по-грузински или нет? У нас сегодня премьера новой песни. Да. «Мама, я люблю грузина». Это название песни. Да, это название И песни. сразу же навязывается вопрос. А почему «Мама, я люблю грузина»? Есть симпатия, но не более этого. Это не роман, это не что-то вот то, что можно назвать серьезными отношениями. Я свободна. Почему вы решили спеть с очень-очень популярными грузинскими певцами? Так сложилось. С очень симпатичными. Да. Они вот, такие горячие, галантные и так далее? Да, это, во-первых, да. Они очень милые парни.
И они очень талантливые, это правда. Я решила, что эта песня, во-первых, я думаю, что многие украинские женщины любят грузинов. Да. И многие грузинские мужчины любят украинских девушек. О, это очень такой вопрос. Да. Для нас болезненный. Вот как вы думаете, почему? Мы часто ревнуем. Я бы на вашем месте не ревновала. Почему? Потому что, когда я ехала сюда, украинский кутюрье Сергей Ермаков сказал мне: Ивана, ты смотри мне, потому что в Грузии нужно очень хорошо относиться к своему стилю одежды, потому что грузинские женщины, они знают, что такое шик, они знают, что такое стиль, поэтому будь аккуратна, научись у них этому шарму. И действительно, этот шарм есть в каждой из вас. Спасибо. По крайней мере, с теми, с кем я знакомилась. Я вообще хочу, чтобы у нас был такой творческий союз между Украиной и Грузией. Во-первых, у нас очень много традиций совместных. Во-вторых, мы славяне и православные. Да? В-третьих... В-третьих, они очень симпатичные. Давайте позовем их. Да, давайте позовем их. Нодико, татушюри, да? ორი და ძალიან სიმპათიური. გამარჯობა. დიდი და они галантные. Да, они очень галантные. შემოუსხები. დედალო, ქართველი მიყვარსო, ესეა სიმღერა, რომლის პრემიერაც დღეს გვექნება. ჩვენ გონია რომ ეს იქნება ძალიან დიდი ხნის ჰიტი. კი. გულსფრად, იმიტომ რომ ძალიან კაი სიმღერაა, ძალიან კაი ნამუშევარია და ესეთი ლამაზი ქალის გვერდით არ გაგიჭირდათ? სისხლი არ აგიდუღდათ, ქართველო ბიჭებო? იცი რა, ეს ჩვენ რო წერდით სიმღერას. ხო. ივანა სტუდიიდან გადიოდა, იმიტომ რომ ვერ მღეროდით. აი პროფილურად კითხავ, რას გრძნობდი? თან ქართველები მიყვარსო ქალი მღერის. ჩვენ გამოსცილებული შოენასთან ერთად ვიდეო. ხო, ჩვენ გვიმართებს ეს 2011 წლის საახალწლო შოუზე. სულ ლამაზ ქალებთან ერთად და ჩვენ ანუ მაშინაც გაგვიმართლა და ეხლა სულ შეხედეთ და фактически Все про вас. Давайте споем. Выберут. Это и будут наши слова. Эй, ты! А ну постой. Послушай. Кто ты такой? Паренек, я непростой, я мега заводной. Зажигаю всех вокруг, я просто плейбой. Но вдруг влюбился я, и эта девушка свела меня с ума. Не верю я словам, читаю по губам. Я слишком сложная. Я готов на все, oh baby. Просто будь моею, baby. Я только что все поняла. Мама, а я люблю грузина. мама, а я люблю грузина. Я люблю грузина. Мама. Лучше не награды, чем вы с тобою рядом. В мире нет такой, как ты, неземной красоты. Готов я поменять весь мир для тебя, лишь бы ты была моя. Не верю я словам, читаю по губам. Я слишком сложная. Я готов на все, oh baby. Просто будь моею, baby. Я только что все поняла.
Ale А я люблю грузина. Καλό. ივანა მელაი, ნოდიკო და დაკინა. როგორ ამბობდით სიმღერაში ძალიან ცხელები, სასურველები და სექსუალურები. ივანას აზრით. თუმცა ჩვენც გვიყვარხართ თან ძალიან. ხუჩაბათამდე.